აკრძალული ბაღი, კოლხეთის დაკარგული საიდუმლო, ნაწილი მეხუთე. ჩვენ ვნახეთ, როგორ მიითვისა მითრიდატემ კოლხური მეცნიერება და როგორ იქცა ის რომის იმპერიის უძერიის უძვირფასეს ნადავლად. პომპეუსმა ხელნაწერები თარგმნა, პლინიუსმა ისინი შეისწავლა, მაგრამ იმპერიამ მხოლოდ ფრაგმენტები მიიღო. დღეს ჩვენ პასუხობთ მთავარ კითხვას, თუ ფორმულა მათ ხელთ იყო, რატომ დარჩა კოლხური სინერგია მიუწვდომელი? რომი, ძველი წელთაღრიცხვით 61 წელი. რომი ზეიმობს. პომპეუს დიდის ტრიუმფალური სვლა იმპერიის გულში შედის. მათ ეგონათ, რომ ხელში ჩაიგდეს ის, რაც ნებისმიერ ძალაუფლებაზე მეტი იყო. პონტოს მეფის, მითრიდატე მე-6-ის, საიდუმლო არქივი. ეს იყო 10 წლეულების განმავლობაში შეგროვებული ცოდნა შხამებზე, ანტიდოტებსა და სიცოცხლის გადამრჩენელ ნარევებზე. პომპეუსმა უძვირფასესი ნადავლის თარგმნა თავის მეცნიერ ლენეუსს დაავალა. ტექსტები სასწრაფოდ ითარგმნა. საუკუნეების განმავლობაში ამ ხელნაწერების გაშიფრვას რომის უდიდესი სწავლულები ცდილობდნენ. პლინიუს უფროსი, კელსუსი, მოგვიანებით კი თავად გალენოსიც. მათ ამოიცნეს მცენარეები, გაიგეს თითოეული ინგრედიენტის დანიშნულება. მაგრამ, როცა ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ნარევების გამეორება სცადეს, ვერ მიიღეს ის შედეგი, რისი მოლოდინი და ინფორმაციაც ჰქონდათ. რატომ არ მოჩნდა ეს უდიდესი ძალისხმევა, უშედეგო? პირველი მიზეზი ბუნების დაუწერელი კანონია. თანამედროვე მეცნიერება ამას ტერუარის ეფექტს უწოდებს. გარემო პირდაპირ განაპირობებს მცენარის ქიმიურ სულს. კოლხეთი ხომ სრულიად უნიკალური ეკოსისტემა იყო. იქაური ნიადაგი, მზის კუთხე და ტენიანობა. მცენარეებში ისეთ ბიოქიმიურ პროფილს ქმნიდა, რომლის გამეორება სხვაგან შეუძლებელი არ მოჩნდა. სწორედ ამიტომ, როცა რომაელებმა კოლხური მცენარეები გადარგეს, მათ მიიღეს იგივე გარეგნობის მცენარე, მაგრამ სრულიად განსხვავებული შიგთავსით. მცენარეს აღარ სჭირდებოდა იმ სპეციფიკური შხამების ან წამლების გამომუშავება, რასაც ის კოლხეთის მკაცრ და უნიკალურ პირობებში აკეთებდა. თუმცა, ბუნების ბარიერი მხოლოდ დასაწყისი იყო. მთავარი საიდუმლო თავად ტექსტებში იმალებოდა. რომაელებს ხელთ შერჩათ მხოლოდ ინგრედიენტების მშრალი სია და არა სრულყოფილი სისტემა. ფორმულები უკიდურესად ფრაგმენტული იყო, არ შეიცავდა ზუსტ დეტალებს. ეს ისტორიული გაურკვევლობა ერთადერთ რამეზე მიგვანიშნებს. უმაღლესი ცოდნა ქაღალდზე სრულად არასოდეს გადატანილა. ანტიკურ სამყაროში საიდუმლოს დაცვის თავისებური წესი არსებობდა. ინგრედიენტების ჩამონათვალი იწერებოდა, მაგრამ ყველაზე მთავარი, ზუსტი დოზები და მათი შერწყმის ხელოვნება მხოლოდ რჩეულთა გონებაში ინახებოდა. ის თაობებს ზეპირად გადაეცემოდა. მიზეზი სასტიკად მარტივია. ერთი და იგივე ნივთიერება მცირე დოზით შეიძლება სიცოცხლის ელექსირი იყოს. გადაჭარბებული დოზით კი მომაკვდინებელი იარაღი. ნამდვილი ძალა კონკრეტულ მცენარეში კი არა, მათ იდეალურ თანხვედრაში, აბსოლუტურ სინერგიაში იმალებოდა. და ეს სინერგია მტრის პერგამენტზე არასოდეს დაწერილა. როდესაც კოლხური მედიცინის ნამდვილი მატარებლები ისტორიის სცენიდან გაქრნენ, მათთან წაიღეს ის სული, რაც ამ ცოდნას აცოცხლებდა. იმპერიამ მიიღო ტექსტები, მაგრამ სამუდამოდ დაკარგა მათი გასაღები. რა დაგვრჩა დღეს? მხოლოდ ფრაგმენტები. იმ მოზაიკის ნამსხვრევები, რომლებმაც საუკუნეებსა და კულტურებში გამოიარა. ჩვენ გვაქვს ცოდნა, მაგრამ ერთი რამ, კვლავ ისტორიულ გამოცანად რჩება. როგორ ერწყმოდა ეს ყველაფერი ერთ უძლეველ სისტემას. ისტორიამ პასუხი არ დაგვიტოვა, მან მხოლოდ ერთი მთავარი კითხვა შემოგვინახა. თუ კი ეს უძლიერესი ნაწილები დღესაც ჩვენს გარშემოა, შესაძლებელია თუ არა, ოდესმე კვლავ აღდგეს ის სინერგია, რომელიც ოდესღაც სრულყოფილება იყო. გამოიწერეთ არხი და დაგვეხმარეთ მის განვითარებაში. ქაირონის 12 საიდუმლო, ხიდი ადამიანსა და ბუნებას შორის.